გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთის სალომე ლემონჯავასთან და გიორგი გასვიანთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. კვირის თემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში. აფხაზეთის მომავალი, აფხაზეთის მთავრობის ახალი პროექტი. ირაკლი ქობალიას პორტრეტი. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფლიქტურ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არსებულ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა, რომელზეც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე იმსჩელეს. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შედეგების შესახებ ინფორმაცია მისი მონაწილეებისგან მოისმინეს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 33 რაუნდი გასულ კვირას გაიმართა. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილებოდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ხირსულ დაბრუნებასთან დაკავშირებული თემები. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ასევე ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. მიუხედავად მწვავე დისკუსიისა, მონაწილეებმა ორივე სამუშაო ჯგუფში განიხილეს თხის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. თუმცა დევნილთა დაბრუნების საკითხი ის თემაა, რომლის არსებითი განხილვა ჟენევის მოლაპარაკებებზე ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ძალიან მაღალი პოლიტიზირების ხარისხით გამოირჩევა დევნილების დაბრუნების თემა, რომელიც არის ცენტრალური თემა, ერთ-ერთი ცენტრალური თემა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა. ეს საკითხი უკვე მრავალი რაუნდის განმავლობაში არის სწორედ ესეთი პოლიტიზირების, უსაფუძვლო პოლიტიზირების ობიექტის მონაწილეების მხრიდან. არსებითი განხილვა ამ თემაზე არ შემდგარა, თუმცა ჩვენ მოუწოდეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ აუცილებლად უკვე რაუნდების განმავლობაში განიხილონ, როგორ შეიძლება მათვე ბიძგი მისცენ ამ საკითხის პრაქტიკულ განხილვას, იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს, რამდენადაც მაღალი პოლიტიზირება არ უნდა მოახდინოს დღეს რუსულმა, აფხაზურმა თუ ოსურმა მხარემ, რამდენადაც არ უნდა გააჭიანუროს ამ საკითხის განხილვა, ქართული მხარის პოზიცია არ შეიცვლება, ეს არის პრინციპული საკითხი, ამ უფლებას დევნილებს ვერავინ წაართმევს და ადრე თუ გვიან ეს საკითხის განხილვა აუცილებლად მოუწევს ყველას, ვინც პასუხისმგებელია მათ დაბრუნებაზე, ამიტომ ამ საკითხზე კომპრომისი არ იქნება. როგორც შეხვედრებზე ითქვა, ინტეგრაციის შესახებ ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებების კვალდაკვალ სამხედრო, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებებით დამატებითი დოკუმენტების გაფორმება კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსიის პროცესს. ამ ფონზე ქართული მხარის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ ძალის არ გამოყენების შესახებ ვალდებულების აღებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მიზნით საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. ხანგრძლივი და მწვავე დისკუსია შედგა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვის საკითხთან დაკავშირებით. ქართულმა მონაწილეებმა და თანამოდერატორებმა აღნიშნეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობა. ამ თემის ირგვლივ ქართულ მხარეს აქვს ძალიან პრინციპული პოზიცია, რომელიც არა მხოლოდ ჟენევაში, არამედ ყველა შესაძლო ტრიბუნით გაჟღერდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა გაეროში თავისი გამოსვლისას ამ საკითხის შესახებ ისაუბრა, რაც იმას მიანიშნებს, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან მაღალი პრიორიტეტის საკითხი, ეს არის პრობლემა, ეს არის ის ზღვარი, რომელიც დაუშვებელია და ჩვენ ამის შესახებ არა მხოლოდ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, არამედ ყველას, ვინც მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაში, წარუდგინა ჩვენი პოზიცია და ასევე არა მხოლოდ პოზიცია, არამედ ვთქვით, რომ ეს არის თემა, რომლის ირგვლივაც აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ, აუცილებელი ამ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე განათლება მიიღონ. მით უმეტეს, რომ ერთის მხრივ ეს არის უფლების საკითხი, განუყოფელი უფლება ამ ადამიანების, რომ მშობლიურ ენაზე მიიღონ განათლება, მეორე ეს არის სუფთა პრაქტიკული საკითხი, იმიტომ რომ ისინი არ ფლობენ სხვა ენას და შეუძლებელია რაიმე განათლება მიიღონ, საერთოდ ხარისხიან განათლებასაც რომ არ ვისაუბროთ და მესამე, რა თქმა უნდა, ეს არის უზარმაზარი წნეხი, უზარმაზარი ზეწოლა ამ ადამიანებზე, ბავშვებზე მათ შორის, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ემოციური და საერთო სურათში სხვა შეზღუდვებთან ერთად არ იკითხება სხვაგვარ ვიდრე ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, რომ აღარაფერი ვთქვათ, რაღაც ფარულ მცდელობაზე ამ ადამიანებს შეუქმნან ისეთი პირობები, რომ
მათ არ ქონდეთ იქ დარჩენის სურვილი. ჩვენი მედი გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომის იმაში, რომ ჩვენ გალის მოსახლეობას ქართულ ენოვანს და ქართულს ეთნიკურად, მათ შორის 97% მოსწავლეების არის ქართველი და 90%-ზე მეტი მასწავლებლების არის ქართველი, რომლებისთვისაც მშობლიურ ენა ქართულია. ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ქართულ ენაზე მათ ქონდეთ განათლების მიღების შესაძლებლობა. გასულ კვირას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ ცნობილი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ოთარ ზუღბაიას 75 წლის თავისადმი მიწნულ ხსოვნის საღამოს უმასპინძლა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მოეწყო და მას აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, სამეცნიერო წრეებისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხსოვნის საღამო ოთარ ზუღბაიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფილმის პრეზენტაციით დაიწყო, რომელიც აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრმა მოამზადა. როგორც ცნობილია, ოთარ ზუღბაია 1987-99 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელობდა. იყო საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1991-95 წლებში კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე გახლდათ. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. მაღალის ნეობრივი ფასეულობების მატარებელი ადამიანი, წინაპართა ტრადიციების ერთგული მიმდევარი, ჭეშმარიტი მამულიშვილი და ღირსეული სამურზაყანოელი, გამორჩეული ეროვნული პოზიციის მქონე პიროვნება, პირად ურთიერთობებში თავმდაბალი და უშუალო. ასე იგონებდნენ ოთარ ზუღბაიას გამომცვლელები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრები და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, მისი მეგობრები და კოლეგები. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ოთარ ზუღბაია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სეპარატიზმით დააგმოდა ეგრეთ წოდებული ლიხნის წერილს, რომელიც აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფას და რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას ითვალისწინებდა, ხელი არ მოაწერა. იყო ის ხელმძღვანელი, იყო ის რიგითი ინჟინერი, იყო ის ცენტრალური კომიტეტის წევრი, თუ იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, თუ იყო სპორტსმენი. აი ყველაფერი ეს ბატონ ოთარს ახასიათებდა იმდენად ორგანულად, რომ ძნელი წარმოსადგენი იყო. ოთარს როცა გაიცნობდი, რომ ის სხვანაირი ყოფილიყო. ოთარმა დიდი ვაჟკაცობა ჩაიდინა, როდესაც იქ აი იმ ლიხში, როდესაც ძალიან დიდი, როდესაც აფხაზმა ხალხმა დიდი შესწომა დაუშვა, რა თქმა უნდა, აიყოლიეს, არ მოაწერა ხელი აი ამ თითქმის გამხეცებული საზოგადოების წინაშე. აიღო ეს თავის თავზე, ძალიან ლიხნის წერილს, ხო არ მოაწერა ხელი და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავის სულის რაღაც განსაკუთრებული სიმაღლე. ოთარ ზუღბაიას დამსახურება საქართველოს წინაშე იმდენად დიდია, რომ ჩვენ ვაყენებს აგის, რომ თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს მისი სახელი, რომ მისი სახელობის სტიპენდია დაარსეს უმაღლეს სასწავლებელში და რადგან ის იყო ცნობილი ახალგაზრდობიდან სპორტსმენი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ახალგაზრდათა სპარტაკიადაზე, რომ ჩატარდეს ღონისძიებები მისი სახელის უკანასახყოფად და ერქვას ის სპორტულ ღონისძიებას ოთარ ზუღბაიას სახელი. ოთარი დიდი პიროვნება იყო. ისეთი პიროვნება, როგორც დღეს საქართველოს ძალიან ჭირდება და არაერთი ოთარი ჭირდება დღევანდელ საქართველოს. ის რომ დღეს ცოცხალი ყოფილიყო, მე მაგალითად ვთქვი, რომ თლათ ესე უკვე ღმერთად არ წავიდოდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები. ის ბევრ ამას აწონასწორებდა, იმიტომ რომ თვითონ იყო ასეთი კაცი და მას თავის ირგვლივ შეეკრიბა გუნდი. მე მაგალითად მიხარია თავს ვიწონებ იმითაც, რომ მისი გუნდის ერთ-ერთი წევრი ვიყავი და საკმაოდ აქტიური. ოთარი სამშობლოს შეწერული კაცია და ძალიან ტკივა აფხაზეთი და მისი სურვილი იყო, რომ დაბრუნებულიყო აფხაზეთი, შევრიგებულიყავით, მაგრამ ვერ მოესწრო ამას. ძალიან დიდი მადლობა მინდა საზოგადოებას მოუხადო ჩვენი დაფასებისთვის, ოთარის გახსენებისთვის და ყველაფერთვის საერთოდ.
მარგალიტები მეხსიერების საგანძურიდან. ასე ეწოდებოდა პროექტს, რომელიც ქალაქ ბორჯომის კულტურის სახლში არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა თანადგომის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის პირადი ნივთები, ალბომები მათი ცხოვრებისეული ისტორიებით. ასევე მოეწყო ამ ნივთების ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა პიანისტებმა და ახალგაზრდულმა კლასიკურმა დუეტმა. შეხვედრა გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის მხარდაჭერით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებს შორის მინიფეხბურთში ტურნირი გაიმართა, რომელიც თბილისში, გოძიაშვილის სახელობის პარკში არსებულ სპორტულ კომპლექსში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით წელს მეშვიდედ ჩატარდა. ვფიქრობ, აუცილებელიცაა ჯანსაღი ცხოვრების წესს მოეკიდოს ჩვენი დეპარტამენტები და სამინისტროები. წელს განსაკუთრებული იყო, რამე თუ ყველა ხელმძღვანელი თავიანთი სამინისტროებით მხარს უჭერდნენ, ძალიან აქტიურობა იყო წლევანდელ წელს ეს გამოირჩეოდა როგორც ხარისხი, სპორტული ფორმებით, მათი მომზადებით და მათი დაინტერესებით. მიუხედავად უამინდობისა, ფინალური შეხვედრა მონაწილეების აქტიურობით გამოირჩეოდა. პირველ ადგილზე გავიდა აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდი. მეორე ადგილი დაიკავა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობამ აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო მესამე ადგილი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა აიღო. საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მესამე ადგილზე გასული გუნდის წარმომადგენელს თეიმურაზ მაისურაძეს მიენიჭა. მესამე წელი უკვე რაც ვიღებ მონაწილეობას და თითქმის ყოველ წელს პრიზით ვარ დაჯილდოვებული და ძალიან მიხარია. წელს მესამე ადგილი ავიღეთ, მაგრამ ჩემთვის პირველია, ამიტომ რომ საუკეთესო ფეხბურთელი უფრო მეტია ჩემთვის, ვიდრე პირველი ადგილი. ჩვენ შარშამდელი გამარჯვებულიცა ვართ და ამიტომ ქონდა დიდი წინააღმდეგობა, მიუხედავად ამისა, ღვთისმსხალობით და რა თქმა უნდა, ჩემი თანაგუნდელების დახმარებით მომიპოვეთ ეს გამარჯვება. გარდა შედეგებისა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რომელიც აქ სტადიონებზე იქნება საკალათბურთო, საფეხბურთო, არ აქვს მნიშვნელობა. ანუ ერთმანეთის გაცნობა, ერთმანეთის თანადგომა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია. მინიფეხბურთში გამარჯვებული პრიზიორი გუნდები და სპორტსმენები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ კოლბაიამ და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა დიპლომებით, მედლებით და თასებით დააჯილდოვეს. ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის მკვიდრის, თვითნასწავლი მხატვრის ფელიქს შაკაიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე ავტორმა ბოლო 4 წლის განმავლობაში შექმნილი ფერწერული ტილოების 40-მდე ნამუშევარი წარმოადგინა. გადამწყვიტე რომ ხატვა დამეწყო. მივედი ჩემ ახლობელ ხატვართან, დიდ ხატვართან, გენიოსთან, სურაბ ნიშერაძესთან. და მომცა გასაღები, მომცა პალიტრა, მომცა საღებავები და მითხრა, აი შვილო, რაც გინდა ის გააკეთეო. ეს არა ნატურა არაფლის, ესა რაც მოვიფიქრე ისა. სტილი აქვს დაცული, ფერების გრადაცია, კომპოზიციურობა, წონასწორობა, ის თეორია არსებობს ფერწერაში, რაც ჩვენ აკადემიაში ვისწავლით. მას ეს ნასწავლი არ აქვს და ამბობს, რომ მე არ ვიციო, მე უბრალოდ ვაკეთებოდა. არა და ბევრ სიტუაციაში ეს კლასიკური მომენტებიც მას დაცული აქვს, მაგრამ ქვეცნობიერად და თვითონ არ იცის როგორ აკეთებს. მხატვრობა ფელიქს შაკაიასთვის ერთგვარი გატაცებაა, რომლის პარალელურადაც იგი ქვის მხატვრული დამუშავებითაა დაკავებული და სამომავლო გეგმებიც მას უკავშირდება. გამოფენა მოეწყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით. გენიალური ოქრომჭედელია ეს ამითაა ცნობილი მთელს ევროპაში, ევროპის დონის. საოცარი ნაწარმოებები აქვს. გენიალური ყვავილია რაღაც გაკეთებული თავის ხელით. საოცარი. მე არ ვიცი, ახლა მაგალითად აი მამალს რო უყურებ, მამალია აქ ერთი. სისხივები აი რო ეკითხებიან მხატვრები, ეს ამას როგორ მიაღწიებო რა? არ ვიცი ამბობს. მე მჯერა როგორ სფერად ამბობს და მხატვრები ამბობენ თვითონ არ იცის როგორი ნიჭიერიაო. ბოლო რამოდენიმე წელია სულ ამ ფერწერით არის დაკავებული, მაგრამ როგორც ხედავთ, შედგა როგორც თვითნასწავლი მხატვარი, არაჩვეულებრივი აქვს ფერთა შეხამება, სივრცე იგრძნობა და ბევრი კარგი ნახატია წარმოდგენილი. გარდა იმისა, რომ კარგი მეგობარია და კარგი ადამიანია, ყველასთვის კარგია, ის მარტო მეგობრებისთვის არა და ძალიან სულიერად მდიდარი ადამიანი ბრძანდება, მეს შინაგანი ნათება მის ნახატებშიც მე მგონი ჩანს.
კვირის თემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა. აღნიშნული ვიზიტის შესახებ ჩვენ სიუჟეტში მოგითხრობთ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს წევრი ადამ არშანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი გიორგი ეზუგბაია. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, ეს ვიზიტი თურქეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გააქტიურებულმა არაკანონიერმა კავშირებმა განაპირობა. ცხადი გახდა, რომ თურქული მხარე დევნილობაში მოქმედი აფხაზეთის ხელისუფლების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის, რის აღმოფხვასაც ამ ვიზიტმა ხელი უნდა შეუწყოს. არა მარტო სოხუმის ხელისუფლებასთან, ამიტომ დევნილ ხელისუფლებასთანაც საჭიროა ურთიერთობა და მათთან ურთიერთობის დალაგება, რომ ეს ამან ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს. ჩვენი ვიზიტის მიზანი და ამოცანა იყო გვეჩვენებია ჩვენს ოფიციალურ დელეგაციას, რომ არის ორი აფხაზეთი. ერთი აფხაზეთი, რომელსაც უნდა დამოუკიდებლობა და მეორე აფხაზეთი, მძლავრი, დიდი, გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი მოსახლეობით, რომელსაც უნდა ერთიან სახელმწიფოში ცხოვრება და თავისი საუკუნოვანი არგუმენტაცია აქვს და გააჩნია ამის სასარგებლოდ. ჩვენ დაწვრილებით ვისაუბრეთ აი ამ ორ ვარიანტზე აფხაზი ხალხის და აფხაზეთის მოსახლეობის საერთოდ განვითარების და ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით გვისმენდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია ანკარაში საქართველოს საელჩოს მიერ მოწყობილ გამოფენას დაესწრო, სადაც აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ომის ამსახველი ფოტოები იყო წარმოდგენილი და რომელიც აფხაზეთის ტრაგედიის 22 წლის თავს მიეძღვნა. შესანიშნავი ჩაიარა ამ მიღებამ, რომელსაც ესწრებოდა ძალიან დიდი წარმომადგენლობა, ელჩები, სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც აკრედიტებული არიან ანკარაში. 200-ზე მეტი ადამიანი თავისი მედიით, ტელევიზიით ჩვენ ვილაპარაკეთ და ვლაპარაკობთ ყოველთვის ჩვენს აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე. იმ ურთიერთობებზე, რომელიც არის დაგმობილი შერეული ოჯახების თქვათ ურყეობაზე, თქვით რომ და ვამბობთ რომ ამ ჩვენი ოჯახების 53% არის ქართულ აფხაზური ოჯახები, საერთოდ არსებული ოჯახების. ვლაპარაკობდით რომ მესამე ძალამ ჩვენ მიგვიყვანა იქამდე რომ ვესწავლეთ ერთმანეთს. დელეგაციამ რამდენიმე დღის განმავლობაში გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის იყო შეხვედრა თურქეთის სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვდნენ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის დირექტორ შეფიკ ურალ ალთაის, თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან არსებული საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე თემთა ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტ სერდარ გუნდოღანს. თავარი იყო რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მთელი ყურადღებით გულისხმობით, როგორც იყვნენ მოგვისმინეს ჩვენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედებას, საქმიანობას ანგარის უწევდნენ, ამის დასტური ჩვენ მივიღეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ის რომ აფხაზეთის საქართველოს ხელისუფლების გვერდით ავლით, რომ იქ ეწყობა ვოიაჟები სხვადასხვა სტრუქტურებისა თურქეთის ადგილობრივი ხელისუფლების, ეს აიხსნა იმით, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი და მსგავსი რამ რა თქმა უნდა დაუშვებელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა როგორც ვთქვით, როცა თურქულ-ქართული ურთიერთობა ძალიან მაღალ დონეზე ვითარდება ათეული წლებია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია ქალაქ ინეგოლში შეხვდა თურქეთის პარლამენტის წევრს, თურქეთ-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს ჰუსეინ შაჰენს, აგრეთვე ქალაქის გამგებელსა და მერს. შეხვედრა შედგა თურქეთის მთავრობასთან არსებული თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლებთან, რომლებიც აფხაზეთის მთავრობას დევნილებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური პროექტების განხორციელებაში ეხმარებიან. შემდგომში რამოდენიმე პროექტის დაფინანსებაში
დაპირება მოგცენ და ესე იგი ჩვენ მათთან ვაგრძელებთ თანამშრომლობას და ამის შესახებ ვილაპარაკეთ. მადლობაც უთხარით და სამომავლო გეგმებით დავსახეთ. ქალაქ საქარიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლებს რეგიონის გუბერნატორმა ჰუსეინ ჯოშმა უმასპინძლა. აქვე გაიმართა შეხვედრა საქარიას უნივერსიტეტის რექტორთან პროფესორ მუზაფერ ელმასთან. ეს ის რექტორია, რომელიც სტუდენტებთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა. როცა ჩვენ აუხსენით ვინ ვარ და რატო გვართ უკმაყოფილო თქვათ მისი იქ ჩასვლით და ეს ძალიან ნათლად ყვებოდა ამის შესახებ ჩვენი ელჩი. თქვათ ამ კაცმა თქვათ დავაშავე, რა ვქნა, როგორ გამოვისყიდო ქართველებთან ეს თქვათ შეცდომა და როგორ გავაკეთო, რომ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში კი არ შევიტანო რაც განხეთქილება, არამედ ვიყო ის პიროვნება და ვიყოთ ისეთი სტრუქტურა, რომელიც თქვენ დაგაახლოვეთ. ოფიციალური შეხვედრა გაიმართა სტამბოლში ქართალის მერთან ალთინოკ ოზისთან, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთთან არსებული კავშირების მიუხედავად დევნილობაში მოქმედი აფხაზეთის სტრუქტურების საქმიანობით დაინტერესდა და მორიგი ურთიერთობების სურვილი გამოთქვა. ერთადერთი თანამდებობის პირი ოპოზიციური პარტიიდან, ვისაც ჩვენ შევხვდით აი ამ ვიზიტის დროს. ეს ადამიანი არის ნამყოფი აფხაზეთში, არის ძალიან საინტერესო პიროვნება. ყოფილა ექიმი და ვიღაცა აფხაზი მოარჩინა და აი იქიდან გაიცნო ეს აფხაზები. თურმე ძალიან მოეწონა იქ ბოტანიკური ბაღი და აი ზუსტად მის ანალოგს აკეთებს სტამბულში, აი ამ თავის ოლქში. და ბატონი ვახტანგი სხვათაშორის მიიწვია იმ ბოტანიკური ბაღის გახსნაზე. ეს ადამიანი ატარებს ფესტივალებს, კულტურულ ფესტივალს, სიმღერის, ცეკვის იმ ეთნიკური ჯგუფებისა, რომლებიც მის ტერიტორიაზე, აი მისი ოლქის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და იქვე დაიბადა ძალიან საინტერესო წინადადება, რომ ჩვენი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი ჩავიდეს იქ, როდესაც მორიგი ფესტივალი იქნება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია თურქეთის იმ რეგიონებს სტუმრობდა, სადაც დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი ქართული და აფხაზური წარმოშობის თურქეთის მოქალაქეები, სადაც ყველაზე საინტერესო შეხვედრები გაიმართა. საუბრები მტკივნეულ თემას ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეხებოდა. ქალაქ საქარიაში შევხვდით ადგილობრივი აფხაზური სათვისტომოს ერთ-ერთ წარმომადგენელს. იქ მთელი წარმომადგენლობა არ მოვიდა, მოვიდა ერთი პიროვნება, ახალგაზრდა კაცი, რომელიც იყო ძალიან აგრესიული და ის ჩვენ გვესაუბრებოდა ჩემთვის ძალიან კარგად ნაცნობი, აი სეპარატისტების მიერ დაწერილი წიგნებიდან, აი მთელს აბზაცებს იმეორებდა ზეპირად. და ყვებოდა ისტორიას, აი როგორ ჩვენ დავიწყარით ეს აფხაზეთი, როგორ დავჩაგრეთ და ასე შემდეგ. ჩვენ მას ყველაფერი აუხსენით, ჩვენი პოზიცია დაუფიქსირეთ, მაგრამ ის იმდენად არის დაჯერებული აი ამ ცრუ ინფორმაციაში, დეზინფორმაციაში, რომელზეც ალბათ ის არის აღზრდილი. ეს ახალგაზრდა კაცი იყო, ალბათ ბავშვი იქნებოდა, როდესაც ეს მოვლენები მოხდა და ჩასულა იქ აფხაზეთში, უნახავს იქაურობა, მაგრამ ამავე დროს ის თვითონ აფხაზეთის ტერიტორიიდან არ არის წარმოშობით. ჩვენ ვკითხეთ წინაპრები თქვენი საიდან იყვნენ, მან დაასახელა იქ სოჭის მიდამოები, მაგრამ რატომღაც ის თავის თავს თვლის აფხაზად და აი ასეთი ძალიან აგრესიული პოზიცია ეკავა. როგორც მოსალოდნელი იყო ყველაზე ემოციური შეხვედრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან გაიმართა. დღევანდელი მდგომარეობა არის ის, რომ 550,000 კაცი ცხოვრობდა, შენ ეს რიცხვი ჩამოიყვანე ეთნიკური წმენდით 200,000-ზე და შენ რომელი სინდისით ლაპარაკობ შენ თავისუფლებაზე, შენ ადამიანობაზე. მე მგონი ამაზე აფხაზი იქნება თუ ვინც იქნება თურქეთის მოსახლეობა, რა წარმოშობის ხალხიც არ უნდა იყოს, ან რა იდეოლოგიის პარტიაც არ უნდა იყოს, ამ სიმართლეზე ყველა დაგვეთანხმება. მე როგორც ადამიანი პირველ რიგში გამოვდივარ დევნილთა უფლებებით. ეს კაცი უნდა დაბრუნდეს თავის სახლში. მომავალშიც დაიგეგმა მსგავსი შეხვედრები, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც თურქული მხარეს, ასევე იქ მცხოვრები დიასპორის უკეთ ინფორმირებას აფხაზეთის პრობლემებზე და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. ზოგადად რასაკვირველი იციან, რომ კონფლიქტი არის, ზოგადად რასაკვირველი იციან, რომ დევნილები არიან, მაგრამ ეს არასაკმარისი ინფორმაცია დამეთანხმებით. თურქეთი პრაქტიკულად საკმაოდ ინტენსიურად, ასე ვიტყოდი, ფაქტობრივ ურთიერთობებში შედის დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებასთან. ამიტომ თურქეთის მიმართულებით არის ძალიან მძლავრი სამუშაო ჩასატარებელი და სისტემატიურად
ჩვენ უნდა იქ სერიოზულად ვიმუშაოთ. და აი ასეთი ჩასვლები ჩვენი ოფიციალური ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების აუცილებელია და უნდა იქცეს სისტემატ. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, ჩვენ შერეულ ოჯახებზე რო ვისაუბრეთ, ძალიან გაუკვირდათ, არ იცოდნენ და ძალიან ბევრი ინფორმაცია მათ არ აქვს. ჩვენ მოვილაპარაკეთ ბატონ როცა რომ დავგეგმავთ რაღაც ღონისძიებას, მე ამ ღონისძიების შეთანხმებას ვაპირებ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, შესაბამის უწყებებთან და იქნებ ჩამოაყალიბოთ ჩვენი ხედვები არა მარტო, არამედ კონკრეტული გზები, როგორ შეიძლება გავააქტიუროთ ჩვენი საქმიანობა აფხაზურ დიასპორასთან, ქართულ დიასპორასთან. რუბრიკაში აფხაზეთის მომავალი წარმოგიდგენთ აფხაზეთის მთავრობის პროექტს, რომელიც აფხაზი და ქართველი ახალგაზრდობის დაახლოვებას შეუწყობს ხელს. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული და ევროპული ასპექტები და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთი. ასე ეწოდებოდა იმ პროექტებს, რომელიც 4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით აფხაზეთის მთავრობისა და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იტალიის ქალაქ ფლორენციაში განხორციელდა. საერთო ყველანაირად უჭერს ხარს რომუალდო დელ ბიანკოს საქმიანობა საქართველოსთან მიმართებაში. ეს ფონდი აკეთებს უდიდეს საქმეს. ეს ფონდი აძლევს საშუალებას ქართველებს, აფხაზებს, სხვა ეროვნების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით იმათ, ვინც არიან კონფლიქტურ მდგომარეობაში, რომ ჩამოვიდნენ და აქ ევროპული ცივილიზაციის საყვანში შეხვდნენ ერთმანეთს და კიდევ ერთხელ მოიფიქრონ, ხომ არ ჯობია რომ ვიცხოვროთ ერთად. ხომ არ არის რაიმე ისეთი, რა ჩვენ გვაერთიანებს და ის ხომ არ არის უფრო მეტი, რა ჩვენ გვყავს. აი ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ყავდა 3 აფხაზი ახალგაზრდა და ქართველების და ამ აფხაზების და მეგობრებმა კიდევ ერთხელ გვანახავთ, ჩვენ შორის პრინციპში ჩატეხილი ხიდები არ არის საბოლოოდ განწირული, მათი აღდგენა შეიძლება საჭიროა შესაბამისი ძალისხმევა. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა ინტერკულტურული სემინარები, გამოიფინა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოები, მოეწყო შეხვედრები ქართულ დიასპორასთან. მონაწილეთათვის საინტერესო ლექციები ჩატარდა ევროპის უნივერსიტეტში. რაც შეეხება სალექციო თემას, საუბარი შეეხებოდა ინტერკულტურულ დიალოგს, კულტურულ მემკვიდრეობას, ეროვნულ ბიოგრაფიებსა და ევროპულ ასპექტებს. პროექტის ფინალურ ნაწილში შერეულმა ჯგუფებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები თემაზე, რა გვაერთიანებს, რა გვაშორებს. თითოეული გუნდის მიერ მომზადებული პრეზენტაცია იმდენად საინტერესო გამოვიდა, რომ ჟიურის გადაწყვეტილებით ყველამ პირველი ადგილი დაიკავა.
დღეს ჩატარდა საბოლოო დახურვის კონფერენცია, სადაც წარმოადგენთ თემები თუ რა გვაშორებს და რა გვაახლოებს ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ერთმანეთთან. მიმაჩნია, რომ კონფერენციამ ძალიან საინტერესო ჩაიარა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უფრო დიდი საშუალება მოგვეცა და უფრო დიდი არეალი მოგვეცა, რომ ერთმანეთს უკეთ დავაახლოვებოდეთ. რა თქმა უნდა, შედეგმაც არ დააყოვნა და დღესდღეობით ჩვენ უკვე გვაქვს რეალური ბაზა იმისა, თუ რა პროექტებს განახორციელებთ მომავალში ერთად. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრეები, რაც მდგომარეობს შემდეგში. სტუდენტური workshop-ი, რომელიც განიხილავდა თემას, თუ როგორ შეიძლება მოვაგვაროთ კონფლიქტები მშვიდობიანი გზებით. ჩვენ ამ workshop-ის საშუალება მოგვეცა, რომ ქართველ, აფხაზ და უკრაინელ ახალგაზრდებს ერთმანეთთან ჰქონდა უშუალო კონტაქტი, უშუალო დავლაპარაკებოდით ერთმანეთს და გვესაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება მშვიდობიანი გზებით მოგვარდეს ის კონფლიქტები, რომლებიც დაიწყო წარსულში და რომლებიც დღესაც გრძელდება. ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ მშვიდობიანად მოვაგვაროთ ყველაფერი და ისევ ერთიანი ქვეყნის ქვეშ ვიცხოვროთ. პროექტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა იტალიის მედია საშუალებებშიც. შეხვედრის დეტალებს ვრცელი სტატიები მიუძღვნა იტალიურმა პრესამ, სადაც ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ კულტურული დიალოგი შედგა. დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ დობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადამ არშანია. პროექტის მხარდამჭერები კი იყვნენ დელ ბიანკოს ფონდი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო იტალიაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ფონდი და აფხაზეთის მთავრობა. ორივე პროექტმა წარმატებით ჩაიარა. ორივე პროექტმა მიიღო მსოფლიო საზოგადოების, შეიძლება ითქვას, ფართე მხარდაჭერა და მოწონება და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო სამომავლო გეგმები გამოიკვეთა. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დღეს მართალია კონფლიქტები აქვს, მაგრამ საქართველოს ახალგაზრდობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს კონფლიქტები ინტერკულტურული დიალოგის ჭრილში გადაიტანოს. პრეზენტაციები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა ამ ღონისძიებაზე, დასკვნით ნაწილში შეიძლება ითქვას, რომ ეს შეიძლება გახდეს სამომავლოდ რეკომენდაცია იმ ქვეყნებისათვის, რომელთაც თავიანთ ქვეყნებში კონფლიქტური მდგომარეობა აქვთ. რუბრიკა პორტრეტი წარმოგიდგენს საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტ ირაკლი ქობალიას პორტრეტს. მე ვარ ირაკლი ქობალია, ოჩამჩირელი, აფხაზეთელი. ჩემი პროფესიული საქმიანობის სფეროა პოლიტიკური განვითარება და დემოკრატიზაცია საქართველოში. ჩემი პროფესია არის გრძელი დასახელება აქვს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ და პოლიტიკურ განვითარებაზე მუშაობ. საქართველოს რეალობაში ეს ნიშნავს დემოკრატიზაციის ხელშეწყობას. ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ თუ არ ვიქნებით წარმატებული, შემდგარი, პლურალისტური საზოგადოება, თუ არ ვიქნებით დემოკრატია, მაშინ ის სიკეთეები არ მოვა, რომელიც ძალიან გვინდა. ორგანიზაცია, რომელშიც მე გავატარე 5 წელი, არის ჰოლანდიური think tank-ი, ჰოლანდიური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ საერთაშორისო დონორები და პირველ რიგში ჰოლანდიის მთავრობა, სწორედ იმაში, რომ დაეხმაროს ქვეყნებს, რომლებიც არიან დემოკრატიზაციის გზაზე, რომლებსაც აქვთ ამბიცია, რომ იყვნენ ცივილიზებული, წარმატებული, ამ დასავლური სამყაროს ღირსეული წევრები. ამ ორგანიზაციის ისტორია საინტერესოა, იმიტომ რომ იწყება 90-იანი წლების ბოლოდან, როდესაც ნელსონ მანდელამ, მაშინდელმა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა მიმართა ევროპელ ლიდერებს და თხოვა მხარდაჭერა გაეწიათ მას რეფორმების გატარებაში თავის ქვეყანაში. Nelson Mandela მაგრამ მაშინ მან დახმარება თხოვა არა მარტო საკუთარი პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად, არამედ მისი ოპონენტების მხარდასაჭერადაც, რომლებსაც ის ციხეში ყავდათ გამოწყებული პრაქტიკულად 3 აწლეულის მანძილზე. აი ესეთი საწყისი აქვს ამ ორგანიზაციას, შემდეგ გაფართოვდა, მოედო ბევრ ქვეყანას ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. აი ჩვენი ოფისი კი ფარავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და უკრაინას. ერთ-ერთი პუბლიკაცია, რომელიც
გამოვეცი ამ ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში, არის ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ასოცირების შესახებ შეთანხმების გზამკვლევი. ეს არის თხელტანიანი წიგნი, რომელიც ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის გასაგებიანით და ლაკონური ფორმით გადმოსცემს ამ ვრცელი ხელშეკრულების შინაარსს. ანუ ეს ხელშეკრულება არის 1000-ზე მეტ გვერდიანი და ეს წიგნი 60 გვერდში გადმოსცემს მის ძირითად შინაარსს. მე პირადად ვთვლი, რომ ევროკავშირთან ასოცირება ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მიღწევაა საქართველოსთვის ბოლო პერიოდის მანძილზე და ეს არის მიმართულება, რომელიც ჩვენ წარმატებით უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ ვიყოთ კარგი და ფეხზე დამდგარი ქვეყანა. მე ვფიქრობ, შეიძლება ადამიანი არ დაიბადოს მდიდარ ქვეყანაში, ან თუნდაც მდიდარ ოჯახში, მაგრამ ეს არ არის იმის წინაღობა და ხელისშემშლელი, რომ წარმატებული იყოს თავის საქმიანობაში, თავის ცხოვრებაში და შემდეგ თავის ქვეყანასაც გამოადგენს. რა თქმა უნდა ვაღიაროთ ჩვენ, რომ ჩვენი განათლების სისტემა არ დგას ფეხზე და უბრალოდ სკოლას თუ დაამთავრებ და უნივერსიტეტს თუ დაამთავრებ, არ ახარ კონკურენტუნარიანი შენს თანატოლთან, თქვათ სხვა ქვეყნებიდან, სადაც განათლების სტანდარტი ბევრად უფრო მაღალია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ხო, რომ წავიდეს ხორგარეთ და ვისწავლოთ, ბევრი სტიპენდია არსებობს, ბევრი დაფინანსების პროგრამა ამისათვის და ამ შესაძლებლობებს გამოყენება უნდა. მაგისტრატურაზე ვსწავლობდი გაერთიანებულ სამეფოში ლონდონში, ლონდონის უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკის სპეციალობით. ჩვენმა სახელმწიფო სტიპენდია მომცა შესაძლებლობა იქ სწავლის და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ძალიან მაგარია, როცა შეგიძლია ხანგრძლივი პერიოდით ადრეულ ასაკში საზღვარგარეთ იცხოვრო. ამას გარდა სტუდენტური წლებიდან ვიყავი ჩართული ახალგაზრდულ ლიდერულ ორგანიზაციებში, ვაორგანიზებდი გასვლით პროგრამებს სხვა სტუდენტებისთვის და თვითონაც მონაწილეობდი სხვადასხვა ღონისძიებებში, სადაც მიწევდა შეხვედრა ახალგაზრდებთან მთელი მსოფლიოდან. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ხელიდან არ უშვებ შანსს, როცა ის მეძლევა. ჯამში მსოფლიოს 40 ქვეყანაში ვარ ნამყოფი დღევანდელი მდგომარეობით, თუმცა ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ აი ყველაფერი ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ. ირაკლის ძალიან უყვარს მოგზაურობა და მისთვის ეს არის ერთგვარი საქმიანობა, რომელსაც უთმობს ძალიან დიდ დროს. რასაც განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის აღსაქმნელად საკმაოდ რთული არის ხოლმე. ხედულობაში ყავს პირველ რიგში მშობლები, რა თქმა უნდა. ასე რომ ხშირად მეც ვცდილობ რომ დავეხმარო არგუმენტაციაში თუ რატო რისთვის ჭირდება მას კონკრეტული ვიზიტი, რას მოუტანს მის მომავალს და რომ ეს კარგი იქნება მათ შორის საქართველოსთვის. ბრაზილია იყო ძალიან დასამახსოვრებელი, იქ მომიწია ყოფნა 2008 წელს ომის შემდეგ. იქ იყო ახალგაზრდა ლიდერების გლობალური სამიტი, სადაც მე საქართველოს წარმოვადგენდი და ზუსტად იმ დღეებში, როდესაც რუსეთმა უკვე აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ესე ვთქვათ, იქ საუბრობდი იქაურ სცენაზე, უხსნიდი ამ ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან ჩვენს ამბებს და ვცდილობდი მეტი გაეგოთ ამის შესახებ. 2 წლის წინ ვიყავი ვაშინგტონში, სადაც ამერიკის საბჭოების არის ესეთი ამერიკული ორგანიზაცია, დაფინანსებით მოვხდი და შემდეგ გამმანაწილეს ვისკონსინის შტატის კონგრესში. და იქ ამერიკელი კონგრესმენის ადმინისტრაციაში მუშაობდი პოლიტიკის მკვლევარად. ასევე გამიმართა, რომ იქ ყოფნისას მიდიოდა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები და არჩევნები ზოგადად მაინტერესებს და ამერიკის პოლიტიკა ერთ-ერთი ჩემი ჰობი არის და აქტიურად ვიყავი ჩართული ამ საარჩევნო აქტივობებში, კონკრეტულად ამ შტატში. ერთ-ერთი გადამწყვეტი შტატი არის ვისკონსინის საპრეზიდენტო არჩევნები დროს ამერიკაში. პოლონეთში პოლიტიკურ სკოლაში ყოფნისას ერთ-ერთი დავალება, რომელიც მოგწევს, იყო საარჩევნო ვიდეორგოლის მომზადება. უნდა გაუკეთებინა იმიტირებული საარჩევნო კამპანია და შეჯიბრი იყო ამ ვიდეორგოლების. ისე მოხდა, რომ ჩემი ვიდეორგოლი, რომელიც ჩემს ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად ჩავწერე, გამარჯვებული აღმოჩნდა და ამისთვის სპეციალური პრიზი გადმომცეს.
ორივეს გვაქვს გამოცდილება საზღვარგარეთ მუშაობის, ძალიან მოგწონთ, რომ ორივე ვართ გახსნილები სხვა კულტურების მიმართ და მე მგონი ეს არის ძალიან დიდი რამ ჩვენს ცხოვრებაში, რაც გვეხმარება, რომ განვითარდეთ, გავიგოთ ახალი და უფრო ინოვაციების მიმართ ვიყოთ გახსნილები და წინ წავიდეთ ჩვენს ცხოვრებაში და გადმოვიღოთ საუკეთესო, რაც შეიძლება გადმოვიღოთ სხვა ქვეყნებიდან და კულტურებიდან. ნათია ახლა სწავლობს ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ქალაქების ურბანულ დაგეგმარებაზე. და იმ პრინციპებზე, რომელზეც უნდა შენდებოდეს თანამედროვე ქალაქი, სადაც ღირსეულად შეიძლება ცხოვრება. მე ვფიქრობ, მისი ცოდნა ჩვენს ქალაქს გამოადგება. ძალიან საერთაშორისო ქორწილი გამოგვივიდა. თავიდან საერთოდ არ გვინდა ქორწილის გადასვლა, მაგრამ იმხელა წნეხი იყო მეგობრების და ნათესაობის მხრიდან, რომ გადავუწყვიტეთ. საერთაშორისო იყო, იმიტომ რომ 50-მდე სტუმარი ყავდა საზღვარგარეთიდან. ჩემი ერთ-ერთი მეჯვარეც არის ბრიტანელი, ჩემი მეგობარი იქაური სტუდენტობის პერიოდიდან. ზოგიერთ ჩემს ნათესავს ძალიან უყვირდა, თავიდან ეგონა სხვა ღონისძიებაზე მოხდნენ, იმიტომ რომ ინგლისური და ირლანდიური და ჰოლანდიური ესმოდათ მათ გარშემო. მაგრამ ძალიან მაგარი იყო, აუცილებელი არ არის, რომ მარტო ქართველები იყვნენ, იმისთვის რომ ქორწილი კაი გამოვიდეს, მაგრამ ეს უჭირდა. ირაკლის შეხვდი პირველ რიგში თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციაში გავიცანეთ ერთმანეთი. ჩვენი ხედვები ზოგადად ძალიან გავდა ერთურს, თუმცა რასაკვირველია, ბევრი საკამათო თემაც ჰქონდა, მაგრამ მე ყოველთვის მომწონდა მასთან დისკუსია, ვინაიდან რაღაც ჭეშმარიტებამდე მივდიოდით. ანუ იყო ეს აბსოლუტურად ჯანსაღი დისკუსია. რა თქმა უნდა, ძალიან რთული საკითხია. აფხაზეთის პრობლემა და არა მხოლოდ აფხაზეთის ამოჩაბლოს პრობლემა და აქ მხოლოდ ჩვენი ინტერესები ან აფხაზეთის ინტერესები არ არის წამყვანი ფაქტორი, რომელიც გაანაპირობებს იმ ვითარებას, რომელიც გვაქვს. სამწუხაროდ ჩვენ სადავები ჩვენ ხელში არ არის მთლიანად, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, როდესაც ეს ხელშემშლელი ფაქტორები შესუსტება და ჩვენ იმ დროისთვის უბრალოდ უნდა მზად ვიყოთ, რომ ეს პრობლემა ერთად გადავჭრათ. ომი აფხაზებს და ქართველებს შორის არ უნდა მოხდეს არც ეს შემთხვევაში და დრო ყველაფერს მოაგვარებს. ერთის მხრივ ეს ისეთი წინააღმდეგობრივი რამეა, იმიტომ რომ დრო ჩვენ სასარგებლოდ ნამდვილად არ მუშაობს. ფართო დრო ავიღოთ, აფხაზური და ქართული საზოგადოება ერთმანეთს შორდება, დღევანდელ თაობებს არ აქვთ კავშირი ერთმანეთთან, არ იცნობენ ერთმანეთს და სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებიან. მაგრამ მეორეს მხრივ დრო არის ერთი რო შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ დავამტკიცოთ, რომ ვართ წარმატებული საზოგადოება, რომ შეგვიძლია ისეთი სახელმწიფოს შექმნა, ისეთი საზოგადოების აშენება, სადაც ცხოვრება და მოღვაწეობა ადამიანებისთვის იქნება მიმზიდველი, სადაც ადამიანის უფლებები იქნება დაცული და უბრალოდ ცხოვრების სტანდარტი იქნება მაღალი. საბოლოო ჯამში ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, მე ვფიქრობ. და ასევე დრო მოიტანს იმ შანსს, რომელიც საქართველოს აუცილებლად ექნება და ეს შანსი უნდა გამოიყენოს. ვისიქით მომავლის საქართველოა, ახალგაზრდა და თავისუფალი საქართველო. ვიდან საქართველოს სილუეტის უფრო ლამაზად მოჩანს, ხებით ჩანს და ჩვენი არის მთლიანობა. ეს ტალღები ჩვენია, წინგადებული გზა კიდევ უფრო გრძელი. გათენდა და ჩვენს გავიღვიძეთ. გავიღვიძეთ და ვიცით, რომ ჩვენ გადავთურავთ გვას. დღეს ამით გემშვიდობებით. ხოლო სამშაბათს დილის 10 საათზე უყურეთ გადაცემა აფხაზეთს აფხაზურ ენაზე. ნახვამდის.